მსოფლიო კიბოსთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს. განსაკუთრებულად აღინიშნა ის, რომ დაავადების დროულად აღმოჩენა პაციენტის გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. შესაბამისი პროგრამები სახელმწიფოსაგან მხარდაჭერილია. ნინი ჩუბინიძე ამბობს. ყველა პაციენტი უნიკალურია. ამ გზავნილით ეხმიანება მსოფლიო კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს. განსხვავებული საჭიროებებით, განსხვავებული ისტორიითა და მკურნალობის საკუთარი გზით. გამოცდილება მაჩვენა, რომ გამოჯამრთელებისა და გამარჯვების გზა დაავადების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენასა და სკრინინგზე გადის. ნაადრევი ჯობია, ნაადრევი გამოკლება, რომ უფრო დროულად მიეხედება საქმესა და ჩემი ხარჯებით ვერ გავუძღვებოდი ამ საქმეს. თავრობა არა. ეს ძალიან დიდი შეღავათია ჩვენთვის პაციენტებს. საქართველოში ხელმისაწვდომია ყველა მკურნალობის მეთოდი, რომელიც მსოფლიოში არის დანერგილი. ეს არის სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია, იმუნოთერაპია და ტარგეტული თერაპია. ასევე დიაგნოსტიკის ყველა კომპონენტი. პაციენტზე მორგებული სერვისები სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილად უკვე წლებია იქცა. სრულად ფინანსდება ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი. ასევე ხელმისაწვდომია პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის ყველაზე ეფექტიანი გზა. პროგრამები საქართველოს ყველა რეგიონში ხელმისაწვდომია. ონკოლოგია არის უკვე არა მარტო სამედიცინო, არამედ სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული გამოწვევა. შესაბამისად, მას ჭირდება ესეთი სისტემური პასუხი, ჭირდება გვერდში დგომა, სოციალური სოლიდარობა, ჯანდაცვის სისტემის მდგრადობა და მობილიზება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კიბოს გლობალური ანალიზი, რომლის მთავარი გზავნილია, რომ მსოფლიოში კიბოს შემთხვევების 40% პრევენცირებადია. ამ ეტაპზე თამბაქო ისევ რჩება კიბოს განვითარების მთავარ მიზეზად გლობალურად და იწვევს კიბოს ყველა შემთხვევის 17%. მეორე ადგილზეა კიბოს გამომწვევი ინფექციები, ხოლო მესამეზე ალკოჰოლის მოხმარება. ახალი პროგრამებით სერვისები უფრო მეტად გახდა პაციენტზე მორგებული. ქიმიოთერაპიის მედიკამენტები იმავე კლინიკაში გაიცემა, სადაც პროცედურა ტარდება. მოიხსნა ფინანსური ლიმიტები და გაფართოვდა ინოვაციური მედიკამენტების დაფინანსება. ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისათვის მკურნალობა სრულად ფინანსდება როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს წამყვან კლინიკებში. თავარია წინასწარ ჩავიტანოთ პრევენციული ღონისძიებების სკრინინგი, რომელიც სრულიად უფასოა ჩვენს ქვეყანაში, არაერთი მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ საომავლოდ დაიგეგმა არაერთი საინტერესო ღონისძიება, რომელიც მოგცემს ჩვენ შესაძლებლობას, რომ გავზარდოთ მოცვა სკრინინგის კუთხით, ამავდროულად გავზარდოთ მოცვა ვაქცინაციის კუთხით. ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლაში ადგილობრივი მხარდაჭერაც ძლიერდება. 1 მაისიდან თბილისის მერია არსებულ პროგრამებს ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგს ამატებს. დაავადებათა სკრინინგის პროგრამის მე-6 სახის კვლევა ფილტვის კიბოს სკრინინგი დაემატება, რაც ასევე სრულად იქნება დაფინანსებული. აღნიშნული პროგრამა 1 მაისიდან ჩაეშვება. კიბოსთან ბრძოლა ინფორმირებულობით, პრევენციითა და დროული სკრინინგით იწყება. 4 თებერვალი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სიცოცხლის გადარჩენა ხშირად სწორედ ერთი დროული კვლევით არის შესაძლებელი.